ჩვენ როგორც ვიცით, ამას პირობები უნდა შექმნოდა და აი ამ პირობებზე ვილაპარაკოთ, აი რა მოხდა, საერთოდ რა დაგიჟდა თქვენ პირობების შექმნა. კი ბატონო. ჩვენ ორიოდე სიტყვით კიდევ ერთხელ დავამთავრებ ჩვენი ავტოკეფალური ეკლესიის აღდგენას, ტახტისას და მათი ღვაწლი შეუფასებელი არის, იმიტომ რომ ერის თვითონ ღირებულება საუკუნეებში, აი ბიოგრაფია რო იწერება, ჩვენ ამ ორი ტახტის მიხედვით მსჯელობთ იმ საუკუნის ბიოგრაფიაზე, ერის ბიოგრაფიაზე და ეს ძალიან უმაღლესი სვეტი იყო, როგორც ავტოკეფალიის აღდგენა, ისე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, დღევანდელი დღის რეფერენდუმი. მე კარგად მახსოვს, გამოთვლითი ტექნიკის ქარხანაში ვმუშაობდი და მოსკოვში საელჩოში მივეცი იმ პერიოდში 90 წელს და ძალიან კარგად მახსოვს იმ დროინდელი ქართველები როგორ დაიძრნენ იმ როგორ ვეფერებოდით სადღაც რესტორანში ვიქეიფეთ, საერთოდ ვინ ვიყავით, ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ აი ესეთი დიდი სიყვარული იყო და დიდი ერთობა იყო და ყველას მინდა მიულოცო. როგორც ავტოკეფალიის აღდგენის, ისე ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობის დღე, რომელიც აგერ ახლოში ემთხვევა თვითონ ციფრები. ახლა რაც შეეხება ანჩისხატის ტაძრის გახსნასთან ერთად გაჩნდა რა თქმა უნდა იმისი სულ ამ ხატს თავისი სახელმდები ხატი ქონდათ, ნუ აი ანჩისხატის და ბევრმა არ იცოდა, სასულიერო პირებმაც არ იცოდნენ და ჩვენ პატარა ასე ვთქვათ გავაკეთეთ ხელმოწერები ამასთან დაკავშირებით. პატრიარქი რა თქმა უნდა რომ პატრიარქი უგანათლებულესი კაცი იყო და ყველა ეს ნიუანსები ყველაფერი და ძალიან უხაროდა, როდესაც ეს ხელმოწერები მაშინ მე არ ვიყავი ინიციატორი 96 წლის შევიდა პატრიარქთან, პატრიარქმა 96 წელს სწრაფლადვე მოხდა ესე ვთქვათ მისი თავრობისადმი მიმართვა, შევარდნაძისადმი მიმართვა. ეს იყო 96-ში დაიწყო ეს ამბავი. მე ნუ ახლა იქიდან უარი მივიღეთ და ახლა პატრიარქს არ უყვარდა გართულებები ახლა ისეთ თავრობასთან და 99 წელს უკვე რო სიწმინდეების გატანის პრობლემა აი შარაზის დადგნენ ეროვნული მოძრაობის ხალხი ისინი მაშინ ბევრი მეუფეები და ვინმე არ მინდა გამომრჩეს ყველა შეუწიროს ღმერთმა და ფიზიკურ გატანაზე რა თქმა უნდა ეგ მუზეუმის თანამშრომლების დადგნენ მე ახლა აუგათ არ ვიტყვი იგივე ის ქალბატონი ელენე კავლელიშვილი და ეგენი რა თქმა უნდა რომ ისინი ამ როგორც ფიზიკურად დაკარგოს მაგრამ როგორც სულიერი მხარით ამ სულიერი მხარით დანიშნულება მათი ისე დონეზე იყო დაბალ დონეზე დასული რომ ჩვენ მაგალითად პირდაპირ რომოური ბატონი ნოდარი პირდაპირ გვედავებოდა ჩვენ 99 წელს როდესაც ამ ფაქტის მიხედვით ჩვენ ანჩისხატის ხატთან დავიწყეთ მოლოცვა და იქ სხვათა შორის ცოტა ისიც მოხდა ცემეს ისე თქვათ იქ მომიტინგეები და წაიყვანეს და ჩვენ ასე თქვათ პროტესტი გავგვიჩნდა და ჩვენ როგორც ეკლესიური ტიპის ხალხი შიგნით შევედით და ჩვენ გვინდა ლოცვა თქო და ანუ თავიდან ბილეთი იყიდეთ კი ბატონო ბილეთს ყიდულობდით მაგრამ ჩერდებოდით იქ მე ნუ ჩერდებით აქ მე დავადგინეთ რომ 2 დღე უნდა ვილოცოთ ისაცილი გოგიბერიძეს მივწერეთ რაღაც ასე თქვათ ნუ აი ეს პატრიარქს ძალიან უხაროდა ჩვენთან ყოველთვის გამოდიოდა ხაზზე ამასთან დაკავშირებით მე მუზეუმთან აი კადრებიც არის ამასთან დაკავშირებით რომ მუზეუმთან არ არსებობს რომ პატრიარქი არ მოსულიყო აი მე დღეს რომ ამბობენ პატრიარქი მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს ბატონო გია რომ ჩვენი პატრიარქივით ქრისტეზე მაღლა არაფერი არ დააყენოს მომავალმა პატრიარქმა ისე როგორც ჩვენი პატრიარქი აყენებდა რაც არ უნდა იმ მომენტში ვისაც არ უნდა იმ მუზეუმის თანამშრომლებს მოსწონდათ არ მოსწონდათ ხანდახან ესე პირდაპირ ჩაუდგებოდნენ ხოლმე წინ გაარღვევდა ხოლმე იმ კედელს და ხალხთან მოდიოდა და იქ ვაკურთხებდა არ არსებობს პატრიარქისთვის ჩვენ შეგვეთავაზებინე როდესაც თვითონ იქ სხვადასხვა მხარე ვისაც უნდა მუზეუმის იყო თუ სახელმწიფოსი რომ ეს მოძრაობა რომ ხატის დაბრუნებას ასე ვთქვათ ქადაგებდა ეს რაღაცნაირად იზოლირებული ყოფილიყო. ბევრი ასე თქვა რომ კურთხევა არ აქვს, ის არ აქვს, ის არ აქვს და იმ დროისათვის მივიდოდით და თქვენ უწმინდესობა ვიქნებ რაღაცნაირად ხატი მიიღოთ ან სანამ სამება გაიხსნებოდა სვეტი ცხოველში მე სამების ტაძარში. კი, რა თქმა უნდა მიიღებ და ყველა დაინახავდა და ეს ხატი ისევ გააგრძელებდა ჯერ თავიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ტაძარში და ყველას ვაცნობდით რომ ეს არის ესეთი ხატი, ფილმებს უშვებდით, ისტორიას, ბუკლეტებს და ასე ვთქვათ, ესე გაეცნო საზოგადოება ამ ხატის და საერთოდ სიწმინდეების ისტორიას.